მოგესალმებით პატრიცემონო საზოგადოება. აი ეს ობიექტი, პროექტი უბრალოდ კი ბატონო პროექტი, სადაც ჩემი მითითებებით ხო, გონა დადებული და ჩვენი რატომაცარა ხო, პირიქით მე ყოველს მოხარული ვიქნები ამ პროცესისთვის და არავის არ გვიგონოსო ხო, ჩვენი მიმართულება მხოლოდ ხო, როგორც ყოველთვის იტყვიან ხოლმე სწორი ტერმინოლოგია. კიდევ მოგესალმებით, ფულის კეთება არა, მიმართულებები არის ჩემთვის აუცილებელი უპირველეს ყოვლისა და ფინანსური ხმარი აუცილებელია ხა და ხო ზემოდაზე ისლამი გამოიკვებები, ეს თავისთავად ხალხია, ეს არის უბრალოდ კონსტატაცია ფაქტების მეტი არაფერი. ამიტომ აი არსებულ ფაქტს გვექნება, გვაქვს უბრალოდ კი ატაკის გათბობა მთლიანი აი არსებულ არეალში, მართვით ხო, ყოველისა იქ იქნება პატრიცემული თერმოსტატი, Wi-Fi თერმოსტატი, ხო? რადიატორები გვაქვს, ესე იგი, სკიბის უჯრედზე. აუცილებლობა უმეტეს შემთხვევაში არა. ამ შემთხვევაში როცა არის ეგრეთ წოდებული ცივი ზონა და ვიტრაჟი არის, ამ შემთხვევაში კი ბატონო, ცვალებადობა დაცემის გვაქვს ხოლმე მით უმეტეს როცა არის აი ესეთი ციცაბო კიბე ქვია, ხო? ეგრეთ წოდებული, ხო, ასვლა, ხო, კრიტიკული ასვლა არ ქვია, მაგრამ ამასობაში კი ბატონო არის ეს ეგრეთ წოდებული ციცაბო დახრა. ეს ველი წერტილი გვექნება, ეს ყველაფერი. გვექნება რა არის უბრალოდ კი ბატონო, აი დამკვეთის მიერ, ხო, რა ვიცი იქ. კი ბატონო, მემონტაჟეებიც იყვნენ აქ ჩართულები, რატომაც არა, ბევრი მცნობს და SSK-ია, მაგისტრალები ხო, ჩვეულ რეჟიმში, კი ბატონო, ნელა ვსწავლობთ, ამასობაში მილების, ხო, ეგრეთ წოდებული უკვე მილების კლასიფიკაციის შესაბამისად, ეს არის ეგრეთ წოდებული არმირებული ალუმინით, მეტალოპლასტიკატი ეგრეთ წოდებული უკვე PEX მილები, ეს შესაბამისად უკვე პატრიცემულ რადიატორებზე მიდის და ეს ჩვენი პატრიცემული საქვაბე, ხო? ვიწყებთ, ამასობაში დაწყებული პროცესია და დამთავრებულსაც ვნახავთ, ხო? ეგრეთ წოდებული ერთკონტურიანი გაყოფა ჰიდრაულიკური. გიდო გამანაწილებელი არა, ჰიდრაულიკური გაყოფა, პირველად მეორად წრე, ჩემი საყვარელი მიმართულება, გაყოფა გვაქვს, ვინაიდან გვაქვს უკვე იატაკის გათბობა პლუს რადიატორები, ესე იგი ორი კონტური, შესაბამისად ბოილერი, რატომაც არა, წყლის განაწილება, ეს ყველაფერი უკვე, აი ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას დაგხვდა, ხო? რატომაც არა, გააკეთეთ კაცო ჩემი მითითებებით და ამას კიდეც დაზოგავთ და რატომაც არა, წინ თუ წაიწევთ, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები. აი ეს ყველაფერი ხო, უკვე დაგხვდა, აი, უკვე აქედან ჩვენი ეპოპეა იწყება, აი აქეთა სამყაროს, იქეთა მეორე სამყაროში. და საბოლოო სამყარო პრინციპში სამყაროს ჩამოყალიბება, როგორც ხო, დალოცული ღმერთისგან იყო, ხო, კი ბატონო. რატომაც არა, ჩვენ მიმართულებაში, ხო, სამყაროს აღორძინება იწყება საქვაბიდან. ამიტომ საქვაბი ეს უკვე ჩვენი სტიქია. ამიტომ შემოიყვანეთ კომუნიკაციები. საქვაბემდე და საქვაბეში უკვე, რა თქმა უნდა, უკვე აქ უკვე ჩვენ ჩავერთობთ და ჩვენ დავიწყებთ უკვე მონაწილეობას, ვინაიდან, ხო, საქვაბის ჩართვა, აღორძინება სისტემის, დატესტვა ასე შემდეგ, დატესტვის გარეშე უნდა ხორციელდებოდეს, ამიტომ დატესტილი სისტემას უნდა ვიბარებდეთ, ამასობაში ჩავიბარე, კი ბატონო, სადაც უკვე იყო დაწნეხილი სისტემა და ამასობაში აღორძინება 2-4-4-ია, ვინაიდან ჩემი მითითებებით ჩამოყალიბდა არსებული სისტემა. დანარჩენ სახეს ხო, ჩამოყალიბებული სახით, დამთავრებული სახითაც ვიხილავთ. არსებული საქვაბე ხო, საქვაბე ალკმეთის წერტილია, როგორც თქვი ხო, ამიტომ მოვედით უკვე, გამოვედით ბოლოში, მერე საბოლოო ჟამს ისე პირიქით იქნება ხო, რა თქმა უნდა, საქვაბიდან დავიწყებთ, იმიტომ რომ რემონტის პროცესებში ვარ და მოპირკეთებას როცა დაამთავრებს დამკვეთი, მერე უკვე იქნება ეგრეთ წოდებული მეორე კონტურის ჩართვა, ორკონტურიანი სისტემა გვაქვს. იატაკის გათბობა პლუს რადიატორები, ამიტომ ყოველთვის არის ეგრეთ წოდებული უკვე ჰიდრაულიკური გაყოფა აქტუალური, მით უმეტეს გვაქვს ხარჯიანი ხო, იატაკის გათბობა გვაქვს 7 კონტური, კი ბატონო, რატომაც არა და გვაქვს 5 რადიატორი ამასობაში მოცულობით. აი ესეთი სახის 80-იანი ეგრეთ წოდებული სექციურები. ამიტომ სიხშირული ტუმბო, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სისტემა დავაბალანსიროთ. სამსვლიანი ეგრეთ წოდებული შერევა, ვინაიდან ტემპერატურის მომზადება ყოველს აქტუალური არის იატაკის გათბობის კონტურებში, ამასობაში ამას ყოველს უნდა ეცადოთ ბევრჯერ ვიზახი და კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ, მემონტაჟეებს გეხებათ. ძირითად შემთხვევაში უნდა ეცადოთ, როცა გვაქვს განსაკუთრებულად უკვე 7 ხო, 7-ის ზემოთ უკვე კონტურები, უნდა იყოს ეგრეთ წოდებული რატამეტრები, ხარჯმზომები, ეგრეთ წოდებული რომ დავინახოთ, ხო? იმიტომ რომ მე-4, მე-5 ციკლით ძლივს დააერთოთ. ამასობაში კიდე მემონტაჟეებს მიგითითებთ, რომ როცა ხო, მით უმეტეს როცა ვამზადებთ, ხო, გამზადება ქვია, ამასობაში იკეტება მანიპულაციით, შემსვლელი და გამოსვლელი ეგრეთ წოდებული, ხო, ძირითადად ეგრეთ წოდებული მთავარი ონკანები, ეგრეთ წოდებული პრალივკა უნდა გაუკეთდეს იატაკის გათბობის კონტურებს ინდივიდუალურად სათითაოდ. უნდა ეგრეთ წოდებული პრალივკა გაუკეთდეს და დაიკეტოს მერე. და გაჩერდეს, ვინაიდან მერე ჰაერების გამოდენა ძალიან პრობლემატური არის, ხო, ხალხს 1 საათის მანძილზე ძლივს გამოიდენა ეს ჰაერები, როცა ეს მანიპულაცია შეიძლება შესრულებული იყოს სუთავიდან.
რა ვქა, განსაკუთრებული არაფერი და საბოლოო ჟამს გვიქნება ერთადერთი მართვა თერმოსტატიკური, ხო, რა თქმა უნდა, აქ პრინციპში უკვე თერმოსტატი იქნება იატაკის გათბობის კონტურებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სივრცეში შეგვიძლია გავაკონტროლოთ ტემპერატურა. მივიღებთ ტემპერატურას, გაითიშება. ჯერ ეს ერთი ეკონომია, ამასობაში კონტროლი, ხო, როცა მეკითხებით იატაკის გათბობა დაშვებულია ყველგან, აი, ის უნდა იყოს პანაცეა თქვენთვის. მხოლოდ ერთი, ხო, რეზოლუციით ის უნდა იყოს მართვა და ტემპერატურის კონტროლი აუცილებელი არის. სიხშირული თუ მოხოთ თვითონაც გველაპარაკება, ამიტომაც, ხო, ამასობაში, ხო, მითითებული არის პირველი, მეორე, მესამე ფიქსირებული სიჩქარე, ეგრეთ წოდებული, ხო? პროპორციული ხარჯი, ეგრეთ წოდებული პარალელური ხარჯი. პარალელური ხარჯი ბევრჯერ მithქვია და კიდევ ერთი გამომიერება ჭირდება იატაკის გათბობის კონტურებს, ვინაიდან გვაქვს ცვალებადი ხარჯი, ამასობაში, მაგრამ ყოველთვის ნაპოვნი უნდა ქონდეს ერთი, ეს არის კონსტანტა. ამიტომაც ამას ქვია პარალელური ხარჯი. პროპორციული ხარჯი ის პროპორციულად აკლდება, თუ მოაგდა ხარჯი, აკლდება ნაპორიც. ფილტრები ხო, რა ვიცი, ეს უკვე მილიონჯერ და ეს მილიარდჯერაა უკვე გამეორებული, მაგრამ მაინც აგრძელებთ ხო რაღაცა ამასობაში გაშტიკინებული ხო ვერტიკალზე ფილტრი, იმის დანიშნულება არის 0. ვაკვირდებით ხო, ყოველთვის უნდა ეცადოთ მე მონტაჟი, მაგიტომ ხარ ადამიანი, რომ რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, როცა არის ხო, რეზოლუცია ქვია ამას ხო, წერტილი უნდა დაუსვათ და ეს უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ერთიც, მეორეც თუ გინას 30 იყოს. მისი დანიშნულება ერთია ხო, ჭუჭხის ეგრეთ წოდებული უკვე შეკავება ვერტიკალში, ის ჭუჭხს აკავებს, ვითომ აკავებს, კვარში არ უშვეს, მაგრამ ის გაწმენდის შესაბამისად პრინციპში ეცემა უკან. ეს პანაცეაა. სტაბილიზატორი ხო, ერთკონტურიანი ქვაბი გვაქვს, რა თქმა უნდა, ენა გვაქვს ხელიწყლის მომზადება, ამასობაში პატივცემული ბოილერი და ესე იგი მისი დაცვა, საფართოებელი ეს პატივცემული არის უკვე საფართოებელი უშუალოდ ბოილერისთვის. ვინაიდან კი ბატონო, გაფართოება ბოილერი და ბოილერის დაცვა, ეს აუცილებელი არის. ფეთქებადი, ხო? შესაბამისი სტატუსით, ვინაიდან გვაქვს რედუქტორი, წნევის რედუქტორი, აქ მაგის მივართ ახლა და ეს შეიყოფა ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალე კოდბაში, ხო? ეს ჩვენი ჩვევაა, ჩვეულებრივი არის, ვინაიდან იქ წყალს არ უნდა ხედავდეთ, წყალს დავინახოთ, ესე იგი, აი, ბარაბანებით თან როცა არა, თვითონაც გველაპარაკება, ესე იგი, უკვე დროა ამას ამ პატივცემულს მოემსახუროთ, ხო? წყლის კვანძი, კი ბატონო, კოლექტორული სისტემა გვაქვს, გამიჯნული არის ეგრეთ წოდებული უკუსარქველით, ეგრეთ წოდებული რეცირკულაციის კონტური, ეს ნიშნავს თქვენ ენაზე იმას, რომ ბოლო წერტილზე როცა გავხსნით ცხელწყალს, ლოდინი აღარ დაგჭირდება 21 საუკუნე და არც უნდა ველოდოთ. ამასობაში გამიჯნული არის ეგრეთ წოდებული უკუსარქველით, რომ უნიტარში და ჰიგიენოში განსაკუთრებულად ცხელწყლის დოზები არ მივიღოთ. ამასობაში ხო, შემოსვლა, აი სურათითაც მეტო ხო, დადებული და ეგრეთ წოდებული აქვა დარაჯი, რა ვიცი, ბევრჯერ მეკითხები და ეს არის ეგრეთ წოდებული ავტომატიური ჩამკეტი. დაიდება სენსორები სულ წერტილებში, ეგრეთ წოდებული სენსორები, რომელიც აღქმით, ჩვენ ხო, Wi-Fi პორტით, ეგრეთ წოდებული Wi-Fi კავშირით, რომელიც უშუალოდ უხელმძღვანელებს იმას, რომ თუ გაჟონვა ღმერთმა დაიფაროს მოხდეს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ავტომატურ რეჟიმში იკეთება ავტომატიური ეგრეთ წოდებული ჩამკეტი და მოგვდის შეტყობინება. შემდეგ უკვე მოდის ეგრეთ წოდებული უკვე ფილტრაცია, მიკრონული ფილტრაცია ქვია ამას, ეს არის კერძოდ, კონკრეტულად უბრალოდ 30 მიკრონიანი, ამასობაში ვაკონტროლებთ ქსელინა რა მოგვაქვს, მაგრამ ამასობაში ჩვენ ქსელინა შეიძლება მოვიდეს 6, 7 ჩვენ არ გჭირდება, ამიტომ რედუქცია ეგრეთ წოდებული წნევის რედუქტორი. ამასობაში გვაქვს სტაბილური 3. ხარჯით ყოველთვის უნდა ვეცადოთ პრინციპში, რომ რედუქცია, ხო, რედუქცია ესაა მიმართულება და სტატუსი იმისა, რომ დავარეგულირებთ ყოველთვის ხარჯით, ამიტომ 2-ზე 1.5-ის მიღებულია, მაგრამ ხარჯით, ხო, 2 წერტილზე რო გავაღოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ 1/5-ის ქვემოთ არ უნდა დაეცეს. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ფიზიკურად, ხო, მუდმივი მოწოდება წყლის და შესაბამისი ჭავლი. გაყოფა კოლექტორული არის ხო, ცივი წყლების, ხელი წყლის, აქ რაღაცა განსაკუთრებული არაა. მომსახურება ყოველთვის ხო, ვინაიდან ამას სარითვალისწინებთ ხოლმე, ხო? დაკეტვა. ამ პატივცემულის სვანაერად ამას ჩვენ პრინციპში ვერ დავაბალანსირებთ, ხარის განსაკუთრებულად და უნდა გამოიდენოს, განიმუხტოს და შესაბამისად მე უკვე ეგრეთ წოდებული უკვე ბალანსი განხორციელდეს. ეს დამოკიდებული არის ყოველთვის სისტემასთან. აი, აქაც პრინციპში ხო, ქონდა ხო, ამასობაში ხო, სარისხომი ხო, რაღაც საინტერესო გამოწვევები ვაკვირდებით ხო, რა სიზი არის ეს დალოცული ხო, ამასობაში გვაქვს ამის საშუალება, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რამტომ, რანაირად შეცდომაზე არ გავიდეს ეგრეთ წოდებული უკვე კოაქსიალური გაწოვა, ვინაიდან აქ მოთხოვნილება იყო ხო, ვინაიდან იქით მხარეს უკვე არის მეზობლის ხო, უკვე სექტორი და იქ უკვე არ გვიძლია იმის საშუალება, რომ კოაქსიალური მილი ეგრეთ წოდებული გამწვევი გავგიყო იქით მხარეს, ამიტომ დაუბრუნდეთ იგივე უბრალოდ ისევ და ისევ დავკვეთის ფართის მხარეს და შენურად მოექცა ეს პატივცემული კოაქსიალური გამწვავი ამ სიგზეა ხო და დალოცული. ამასობაში არაფერი არ შეიცვალა. თქვენ წარმოიდგინეთ უმეტეს შემთხვევაში ხო, რა ქვია ეს თანამედროვე ქვაბის უმეტეს შემთხვევაში რაღაც 90% შესაბამისად რაღაც 3 მეტრამდე დაგრძელება მიღებულია, მაგრამ ამასობაში 21 საუკუნეში არსებობს კიდევ ეგრეთ წოდებული გამყოფები და შემოთან კომპანიებსაც გეხებათ ხო, ამასობაში ესენიც უნდა შემოგვიტანოთ, ამასობაში ეგრეთ წოდებული კონდენსატის გარშემო მოხსნა ხო, ამასობაში არის ეგრეთ წოდებული სპეციალური კომპა, რომელთაც მოიხსნება კონდენსატი და შეგვიძლია უკვე ვერტიკალურად გაგვეშვა
შეშვა რატომაც არა და ესეთი წვალება აღარ მოგვივიდოდა. ვინაიდან გვექნებოდა გაყოფილი ეგრეთ წოდებული შარვალი ქვია ამას, კი ბატონო, ეგრეთ წოდებული კომბინირება, ეს არის კომბინირებული კოაქსიალური გამწვევი, რომლიდანაც ერთი მხრიდან ვიღებთ აერს და მეორე იქნებოდა გამწვევი, მაგრამ იქ კონდენსატი როცა წარმოიქმნება, ზუსტად იმ კონდენსატის უკვე ეგრეთ წოდებული უკვე მოხსნა განხორციელდებოდა. არა განხორციელდებოდა, გაკეთდებოდა, მაგრამ ყოველთვის გამოსავალი გვაქვს. ჩვენ ამ გამოსავალს ყოველთვის პოულობთ, ხო? სტაბილიზაცია სტაბილური, ვინაიდან სტაბილური დენი ქვავს ყოველთვის უნდა ჭირდებოდეს და ამასობაში უნდა მიეწოდოს ეს არის ოფცია, ეს არის აქსიომა და სიხშირე ნასოსებს ამასობაში არ ჭირდებათ, ვინაიდან სიხშირე ნასოს წყობიდან გამოყვანა ძალიან რთულია, ვინაიდან ის უკვე ეგრეთ წოდებული მაგნიტური იმპულსაციით მუშაობს და ამიტომ მისი დანიშნულება პრინციპში ესაა, რომ ნებისმიერ უკვე დენის ცვალებადობას, კრიტიკული დენის ცვალებადობას რა თქმა უნდა ვერ გაუწევს, მაგრამ არ იქნება ახლა ხო მოვარდნა 200-ში 1000 ვოლტის. შეესება სისტემური ხო? აი ჩვენი ჩვევა არის ვინაიდან ეს ეგრეთ წოდებული უკი არის დაზაგრუშკებული კი ბატონო 5-1 5-2 ამასობაში ეს ზეკადი შლანგი ყოველთვის აი ჩვევა გვაქვს ჩვენ ტოვებთ ვინაიდან ეს უნდა იყოს პროცესი და არა ყოველდღიური პროცესი ხო იქ ხო გასცემთ ხოლმე რეკომენდაციას თუ რაღაცა წნევა დაეცა მიდით და შეუშვით არავითარ შემთხვევაში ვერ მოგართვით ეს უნდა იყოს მოვლენა ვინაიდან ჯერ პირველ სკოლისა უნდა დავადგინოთ რატომ არ მოემატა ან დაეცა ჯერ უნდა დადგინდეს მიზეზი და შემდეგ უკვე ხდება შემდეგ. ამიტომ ესეც ყველაფერი უნდა გავათვითცნობიეროთ და ასეთი სახით უნდა ჩამოყალიბებულად დაუტოვოთ ეს არსებული ინფორმაცია და ამ კვეთს. პირველად მეორადი წრე ეს უკვე ბერჯენ ქონია და აქ სასწაული არაფერი არ ხდება, ვინაიდან ჰიდრაულიკური გაყოფა კონტური ატაკის გათბობის და ეგრეთ წოდებული რადიატორების. აქაც რაღაცა განსაკუთრებული არაფერი არ აქვს ბოილერის დაცლა, ამასობაში ის გამოვიყენეთ ეს პატიცებული პორტი. თან დაცლა ბოილერის, თან ამასობაში სისტემის შევსება, რატომაც არა. ხო, მეგონი რა ვიცი, არაფერი არ დამჭა. ამასობაში არსებული სისტემა შეგვიძლია უკვე ასე ითქვას, პრინციპში რომ კი ბატონო აღორძინდა, ამუშავდა და უკვე საბოლოო სტატუსი, საბოლოო სახეს უკვე მიიღეს, როცა უკვე პატივცემული დამკვეთი უკვე გავა უკვე ბოლო ხო, პროცესში რასაც ქვია უკვე მოპირკეთების ეგრეთ წოდებული ფინიში და შემდეგ უკვე მართვას აღიბეჭდება უკვე არსებულ კოლექტორებზე, ან სამსონო კლაპანზე, ჯერჯერობით ფიქრობ ამ მიმართულებას, ანის იქნება და უკვე თერმოსტატის ოთახის თერმოსტატი გვექნება უკვე ოთახში. ყველაფერი ჩაერთვება თავისი რეცირკულაციის კონტურით. გაზიფიცირებას აგერა გვაქვს პატივცემულებს. როგორც ყოველთვის, კეთილი და პატივოსანი და ესეთ დაბიო, ხო? უბრალოდ მკაფიო დაბიო, უაცრავად დაბიო, ხო? მაგარი იყო. ამასობაში აი ესეთ მკაფიო ნოტაზე შემიძლია უკვე თამამად დავამთავროთ ეს არსებული პროცესი.